პავლე მოციქული ბევრს უწერს და იაკობიც გაფანტულობაში მყოფთ. იცით, იყვნენ დევნის ქვეშ ქრისტიანები, რომლებიც გაფანტულები იყვნენ და გაფანტულები მერე დადიოდნენ, ქადაგებდნენ, ავრცელებდნენ ღმერთის სიტყვას და ღმერთის სიტყვა მარიამ ხო ასია მარიამ? კი ხო? კი. მოდით ყურადღებით ვიყოთ მოსმენილი სიტყვის მიმართ და ნუ გავერთობით ისეთი რაღაცით, რაც ეკლესიაში არ არის საჭირო. მე ცოტას მოგიყვებით ჩვენს ვიზიტთან დაკავშირებით. იცით რომ წინა კვირას არ ვიყავი, სტუმარი ყავდა. აქ მოისმინეთ ალბათ სიტყვა და მე სიმართლე გითხრათ ჯერ ვერ ვნახე დადებული ვიდეო, მაგრამ აუცილებლად ვნახავ და მე ამ პასტორთან ისედაც მაქვს ხშირი მოზიაროება, ვცვლით ხოლმე ჩვენს აზრებს, გამოცხადებებს უზიარებთ ერთმანეთს. ბიბლია ამბობს, რომ მარიამმა, როცა მოისმინა ქრისტეზე სიტყვა, ჩაიმარხაო ყველა ეს სიტყვა თავის გულში. მისმინე ყურადღებით. რასაც ისმენ ქადაგებისას მოაგროვე, შეინახე გულში, გულის კუნჭულში, იქ აუცილებლად მოვადრო და დაგჭირდება. ეშმაკი ცდილობს, რომ ყურადღება გააფანტინოს ადამიანს 1000 რაღაცით. ცით როცა გალობა მიდის, მე ღმერთს მინდა ველაპარაკო, თვალებს ხუჭავ, აღარც დარბაზი მინდა დავინახო, აღარც არაფერი ანთია რაღაცა თუ არ ანთია, მე მინდა ჩემს სიტყვებში შევიდე და ჩემი სიტყვებით ღმერთთან მივიდე. იმიტომ რომ როცა ჩვენ ღმერთს ველაპარაკებით, ჩვენ ვიზრდებით და წინ მივდივართ. ამიტომ მე ამის შესახებ ვილაპარაკებ დღეს და ყურადღებით ვიყოთ, რომ ყველა დღე, თუნდაც წინა კვირის ნათქვამის სიტყვა, რაღაცა აგური არის იმ დიდი მშენებლობისა, რომელიც ჩვენ სულიერ სახლს სჭირდება. და უნდა გაიგო, უნდა დაიდოს, შემთხვევითი არაფერი არ არის. შემთხვევით ჩამოვიდა, შემთხვევით მოვიდა, შემთხვევით გაუსვა ხაზი ამ სიტყვას, არაფერი არ არის შემთხვევითი. და სულიწმინდა ზოგჯერ გვახსენებს იმას, რაც უკვე გვითხრა. ქრისტემ თქვა სულიწმინდა როცა მოვა, ის გაგახსენებთ თქვენ ყველაფერი მას, რაც მე თქვენთვის მithქვამს. და როცა არ გაგვს გულში არაფერი, ცით ქრისტეს პასუხი ფარისევლების მიმართ იყო ასეთი: იცი რატომ ეძებთ თქვენ მოსაკლავად? რატო დამდევთ მე და წინააღმდეგობას მიწევთ? იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა არ ცხოვრობს თქვენში. და გუშინაც ფიქრობდი, ჩვენ ბიბლიის სკოლაში ქონდა საზეპირო მუხლები, რომელსაც ვიზეპირებდი და გულში ვიდებდით. როგორც დავითმა თქვა, გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რომ არ შევცოდო. თუ გულში თუ ყურში შედის მარტო და ცვივა მერე და მავიწყდება და სხვა რაღაცებით და გულამდე არ ჩავიდა ის, არანაირ სიკეთეს არ მოიტანს. არ გაფიქრებს ის იმ სიტყვის თანახმად სიტუაციაში, იმიტომ რომ სიტყვა არ ცხოვრობს შენში. და თუ სიტყვა არ ცხოვრობს, ძალიან ადვილია ცდუნდე, ძალიან ადვილია ვერ ძლიო იმ რაღაცას, რაც წინ დაგიდგება, საცდური იქნება თუ სატყუ არა ეშმაკისა, მაგრამ როცა ღმერთის სიტყვა ცხოვრობს, პირდაპირ პასუხობს ღმერთის სიტყვა შენგან, იმიტომ რომ ის სიტყვა კი არ იცი რომ ბიბლიაში რაღაცა წერია სადღაცას, ის შენს გულში ცხოვრობს. ეს არის ცოცხალი და მოქმედი სიტყვა. სიტყვა შეიძლება ბიბლიაში ეწეროს და შეიძლება შენს გულში ცოცხლად ცხოვრობდეს და სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში შეგეძლოს ამ სიტყვის მიხედვით მოქცევა. მე სანამ თემაზე ვისაუბრებ, მოგიყვებით ჩვენს ვიზიტზე. პირველი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო წინასწარმეტყველური მსახურება, რომელიც მომავალს უფრო ეხებოდა ვიდრე კონკრეტული დროს. ის რაც მოდის და ის რაც უნდა იყოს, იმისთვის მზადებას ემსახურებოდა ის ნათქვამი, ის სიტყვა და ჩემთვის გასაოცარი იყო, არ მყავდა, არც ვიცოდი ქრისტიანულ სამყაროში ასეთი პიროვნება. ქალბატონი, რომელიც გაბრიელა ქვია ქალბატონს,
რომელიც 10 წლეულებია ემსახურება უფალს დიდი სასწაულებითა და ნიშნებით. და ის მსახურობდა მისი თვითონ და თავის მეუღლე მსახურობდნენ და მსახურობენ დღესაც ბონკეს მისიაში აფრიკაში და ძალიან ბევრი მოწმობები ჰქონდა ამ ქალს, რას აკეთებდა ღმერთი მის ცხოვრებაში, როგორ მოქმედებდა და ამ შემდეგ, მაგრამ ბოლოს ხაზი ჰქონდა გასმული იმას თუ რა მოდის და ის რაც იყო ის მხოლოდ აი ჟურნალებია თუ ასეთი პირველი მერცხლებია იმისა რაც უნდა მოვიდეს უფრო დიდი ძალი და ეკლესიას დღეს ყველაზე მეტად ის რა ჭირდება არა იმისი მოსვლა რომ ის მოდის იმისთვის მომზადება რომ დახვდეს რაც მოვა და დღეს ზუსტად ეს დრო გვაქვს ჩვენ რომ ღმერთი რაღაცა დიდ ტალღას ამზადებს რომელიც უნდა მოვიდეს მთელს მსოფლიოზე უამრავი ადამიანის გამოსაღვიძებლად და მოსაქცევად ეს არ ვიცით რა იქნება ეს რა ფორმის იქნება რა აღძრავს ადამიანებში ღმერთისკენ მოქცევის სურვილს შიში იქნება ვისაც შიში ვისაც ბაჟი ვისაც პატივი ბიბლიას მაგრამ ზოგიო იხსენითო როგორც ცეცხლისგან შიშით იქნება თუ სხვადასხვა პრობლემით მაგრამ ყველა შემთხვევაში დღევანდელი სირთულე მდგომარეობს იმაში რომ შენ თავს შეეკითხე რამდენი ადამიანს გაუძღვები რომ მოვიდეს გამოღვიძება რამდენი ადამიანისთვის ხარ მზად რამდენი ადამიანს დაეხმარები ჯგუფ 12-ში აიყვან შენთან მერე მათ გაზრდი სულიერად დღეს არის მზადების დრო დღეს არის მზადების დრო დღესაც ვამბობდი დაბლა რაცა დაამოსულიყავით ლოცვაზე ვიყავით დაბლა და 1991 წელს სურათი გადავიღეთ ბიჭებმა ბიბლიის სკოლაში 10 ვიყავით იქ მე 11-იც იყო იქ ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა ერთი ის ცოცხალი აღარ არის დღეს და ამ სურათს რო უყურებ ისტორია მახსენდება დროს უყურებ რა დრო იყო სად ვიყავით მე ყველა ღამეს ვათენებდი რაღაცების სწავლაში რაღაცებს თარგმნიდი რაღაცებს ვიზეპირებდი და მუშაობდი იმისათვის რომ ის რაც ჩემში არ იყო ყოფილიყო მე არ ვიცი რა ხდებოდა იმ დანარჩენებში მაგრამ არც ერთი მსახური არ არის დღეს ან თუ არის კიდევაც და მსახურობს რაღაცით, აი ეს ეკლესიაში შეიძლება მოდის, ან ყველა გადავარდნილი და ყველას რაღაცა პრობლემა აქვს. რომ დავხედე სურათს მე თვითონ შემეშინდა ღმერთო, შეხედე როგორ არის, რომ ეშმაკი დაერია და სათითაოდ ყველას სირთულეს და პრობლემას უქმნის. ზოგს ოჯახები დანგრეული, ზოგს შვილი გარდაეცვალა ნარკოტიკებში, ზოგს რა ღმერთო უყურებდი სურათს ფიქრობ ღმერთო საშიში და აი რაღაცა ისეთი მომენტია რომ საომავლოდ შეგეშინდება მაგრამ მისმენეთ ყურადღებით დაბლაც ვამბობდი და ეხლაც მინდა თქვა თუ შენ თავს გამოყოფ როგორც ჭურჭელს და ღმერთო მომამზადე ვემზადები რისთვის ემზადებოდა ნოე დიდი წარღუნა უნდა მოსულიყო და სასაცილო იყო ერთ წელს არაფერი მოხდა არც მეორე წელს არაფერი არ მოხდა თქვენ გონიათ რომ შემთხვევით კრებებზე დავდივართ ჩვენ არ მოდი კრებაზე და ეს არის წადი მოდი და ეს არის კრებაზე წადი ღმერთს უნდა რომ ჩვენ გამოვიფხიზლოთ თავი და ვთქვათ რომ მე უნდა ვემზადებოდე იმისთვის რაც მოდის როცა მოვა ის მე დავდგე ფორმაში და ვიყო მზადყოფნაში რომ ეხლა ღმერთო გამომიღენე ის აუცილებლად მოვა მთელ დედამიწაზე მაგრამ ჩვენ სად ვიქნები და ვინ ვიქნებით მაშინ და ღმერთი დღეს ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველას ერთად რა პროცესიც მიდის ქვეყანაში ჩვენს თავზე და სამომავლო რაც დადგება ისიც დამოკიდებული იქნება იმაზე როგორ მდგომარეობაში ვიქნები მე ყველას როგორც ერთს უნდა რომ აირიდოს ის პასუხისმგებლობა რაც ღმერთს აქვს მის მიმართ დღეს დილითაც ვამბობდი ახლაც მინდა თქვა პასუხისმგებლობა
მომზადების გზაზე, რომელზეც ჩვენ მივდივართ, იცავს ადამიანს დაცემისაგან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პასუხისმგებლობა, რომ მე ვემზადები ოფლის ჭურჭლად, ვიწმინდები, ბიბლიავს ვინც განიწმინდება, ის იქნება სახმარი ჭურჭელი, ყველა კეთილი საქმისათვის გამზადებული. დღეს არის მომზადების დრო. დღეს არის დრო, როცა პროცესები მიდის და მინდა რომ რაღაცები რასაც ღმერთი აკეთებს, ზოგი რაღაცი დუმალება არის. შიგნით მიდის ეს პროცესი. ნელ-ნელა მიდის, ზოგჯერ ისე შეუმჩნევლად, რომ თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ ის პროცესი მიდის. დაცემად ზოგჯერ იცით როგორ არის, მიდის, აუ დაეცა ის ვიღაცა, ის კი არ დაეცა, უკვე პროცესში იყო და გამომჟღავნდა უბრალოდ. დაცემა გამომჟღავნდა, თორე პროცესი შიგნით იქ პიროვნება კომპრომისზე წავიდა, იქ პიროვნება შეეგუა რაღაცას, ის და ბოლოს შედეგს ვნახულობთ ჩვენ. მე მჯერა რომ ანალოგიურად არის, რომ არაფერი თავისთავად არ ხდება. არაფერი არ არის ის, რაც შეიძლება თქვას, რომ ადამიანმა ეს პროცესი მიმდინარეა და მე არაფერ შუაში არ ვარ. ღმერთი ჩვენს შინაგან სამყაროში თითქოს და ძაფებივით რაღაცა ეხება იმ რაღაცებს და გეუბნევა, ეს ისწავლე, ეს გაიგე, ეს შეიმეცნე, კი არ იცოდე, შეიმეცნე, რომ კარგად გესმოდეს ჩემი ხმაც, კარგად გესმოდეს ჩემი ხედვა და გეგმაც, რომ როცა რაღაც წინაშე აღმოჩნდები, საცდური ადვილად იყოს ამოცნობილი. ქრისტეს ერთი ასეთი რაღაც გაუკვირდა ძალიან. აბა რა უკვირდა? პირველი რაც უკვირდა, ეს იყო ურწმუნოება მათია. და მეორე, რატო უკვირდა? იმიტომ რომ პროცესი თითქოს შეხედა, ებრაელები არიან, აბრაამის შთამომავლები, მაგრამ რა პროცესის ქვეშ არიან? უკუსლის მდგომარეობაში არიან და ურწმუნოება უფრო ბევრი იყო, ვიდრე მორწმუნეობა მათში. და მეორე, როცა ხედავდა ასის თავს, უკვირდაო და ამბობდა, გაუკვირდაო, ასეთი რწმენა მე ისრაელში ვერ ყოფე. საიდან ქონდა ასის თავს რწმენა? ღმერთი აყალიბებდა მასში ნელ-ნელა, ნელ-ნელა, ხან ქუჩაში, ხან მეზობელთან ყოფნის დროს, ხან ურთიერთობაში, ხან მსახურებაზე მოსვლის დროს, ნელ-ნელა მიდიოდა მისი განვითარება და თუ გახსოვთ, ის ქალიც წარმართი ქალი რომ მივიდა ქრისტესთან და ეუბნება, ჩემი შვილი ავად არის. ქრისტემ უთხრა, არ არის კარგი შვილებს წაართვა, ძაღლებს გადაუგდო. ანუ იმ ქალს უთხრა, შენ ძაღლი ხარ, შენ წარმართი ხარ და წარმართებს არ მივცემ მე შვილებს უნდა დავეხმარო. ისრაელიანებისთვის მოვედი. და ამ ქალმა თქვა, ძაღლებიც ხო ჭამენ, სუფრიდან გადმოცველი ნამცეცებს. თავი დაიმდაბლა ამ ქალმა და ნამცეცები მიიღო ქრისტესგან და ქრისტე ერთ რაღაც ეუბნეოდა. შენში რაღაც პროცესებს ხედავ. რაღაც მუშაობა მიდის, შენი რწმენის ამბր მოგეგოს. ყველგან სადაც ჩვენ ხედავთ, რომ უფალი სასწაულით აგვირგვინებდა, იქ უკვე პროცესი მუშა იყო. პროცესი უკვე მიმდინარე იყო და უფალი ამას ამჟღავნებდა მე. სადაც ბარტემეოსის მომენტში ბარტემეოსში პროცესი მიმდინარე იყო, ერთი შეხებაღა იყო საჭირო. ესე არ იყო რომ ბარტემეოს საერთოდ არ უნდა და განკურნება მაინც ქრისტემ გამოიარა შემთხვევით. მე თქვა, იქნებ არა, მან იცოდა რომ მე ამ დღისთვის ვარ დაბადებული, ამ პროცესისთვის ვარ. ეხლა უნდა მივიღო ჩემი სასწაული და მან მიიღო კიდევაც. მესმენთ. ყურადღებით როცა ფიქრობ, რომ არაფერი არ ხდება, ძალიან სერიოზული რაღაც ხდება. ძალიან სერიოზული სამუშაო მიდის. ეხლა ისეთ რაღაცაზე უნდა გელაპარაკოთ. მინდა რომ რწმენის ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ და დაგვეხმაროს. ერთხელ ღმერთმა გამახსენა ერთი ფილმი. იცით რომ ქრისტე იგავებით ლაპარაკობდა, ვაზიდან ელაპარაკებოდა, ნაყოფიდან ელაპარაკებოდა ხან ცხოველები მოყავდა, ცხვარი, თხა, რომ გასაგები ყოფილიყო, ღვარძლი, ხორბალი, რა ვიცი,
უნაყოფო ხე, ნაყოფიერი ხე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქრისტე დღეს ყოფილიყო, ალბათ გამოიყენებდა თანამედროვე რაღაცებს, რომ ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო. ერთხელ ღმერთი მახსენებს ერთ ფილმს, რომელიცაც ჩემ ბავშვობაში უყურე. და ამ ფილმს ერქვა, ვინც ჩემი ასაკისები ბრძანდები დაახლოებით, ახალი ამორძალები. ვინმე აქვს ეს ფილმი ნახე, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ძველი ფილმია, ახალი ამორძალები. ერთ სიტყვით 21 საუკუნეა თუ 22 საუკუნე მოხდება ატომური ომი დედამიწაზე. და სანამ ატომური ამ ტექნოლოგიურად ვითარდება და განვითარება მიმდინარეობს და ასეთი რაღაც ხდება. ორი ახალგაზრდა ბიჭი მოითხოვს რომ გამყინეთ. და როცა დადგება თანამედროვე და უკვდავება რომ მოვა და კაცობრიობა მიაღწევს იმას, მერე გამალღობენ და რომ გაულღებით, მერე ვიცოცხლებთ ჩვენ მარადული და დათანხმდნენ რომ გაეყინათ ეს ორი ბიჭი. გაყინეს სადღაცას დაბლა გვირაბებში სადღაცას ღრმად შეინახეს და იციან რომ საცავებში გაყინულები არიან ეს ორი ბიჭი. დედამიწაზე მოხდება კატასტროფა, ატომური ომი და განადგურდება კაცობრიობა და გადარჩებიან მარტო ქალები. და წავლენ მიწისქვეშეთში და განვითარდებიან ძალიან. აი იმდენად ცივილურები არიან, რომ აი ტექნოლოგიურად უცხო პლანეტელების დონეზე ხო ჩვეულებრივი ქალები არიან, შემოსილებიც, აღჭურვილებიც, ყველანაირად კომპიუტერული ტექნოლოგიურად რაღაც და აი ამ მუშაობაში მიწის თხრებისა და მიწასთან მიწაში არიან და რაღაც უცბად ნახავ, გამოთხრენ და ნახავენ ამორკაცი პოვიან. და ეს ფილმი თითქოს ისიც არის, ახუმაროც არის თითქოს რაღაც, მაგრამ ამორკაცი პოვიან ერთ სიტყვით გაალღობენ და უყურებენ ახლა ეს რა ქმნილებაა, გასულია 1000 ლეულები. ეს რა ქმნილებაა, ეს რაღაცა არ არის ის, რაც გქოთ ჩვენი მსგავსი. აბა რა არის და ეს წინა იმის მათ ითვლება რომ ეს არის წინა სამეებში, ისტორიებში ცხოვრობდა, ასეთი ბინადრობდა მამრობითი სქესის, ერთი სიტყვით. შეიყვანენ, ეხლა ეს ბიჭები კიდე თავიანთვის უკუღმართ რაღაცებს ფიქრობენ, რომ კარგ ადგილზე მოხვდით, გავერთობით, ასე იქნება, ესე იქნება. ესენი არიან ძალიან ძლიერები, განვითარებულები და ასე შემდეგ. ერთ ოთახში შეიყვანენ და აი აქ არის მთავარი რაც ოთახში შეიყვანენ, ესე დიდი ოთახია. და ეს ბიჭები დგანან და რაღაცას ლაპარაკობენ ერთმანეთში, უყვებიან ერთმანეთს რაღაც ქცევის და ზემოთ, აი როგორც ეს ჭერი, თეთრი რაღაც არის გაკრული ჩვეულებრივ. და ეს ბიჭები რასაც ლაპარაკობენ, ზემოთ პარლამენტი ზის და ყველაფერს იწერს და აკონსპექტებს და ამათ ქმედებას უსაბამებენ რაღაცას. ანუ ესენი ხო რაღაცებს თავიანთვის გამოდიან, რატო დადიან ასე, რატო იქცევიან ასე, როგორ იქცევა აქვს და ესენი უბრალოდ ჭერს უყურებენ, მაგრამ ეს ჭერი თეთრია ქვემოდან, მაგრამ გამჭვირვალეა ზემოდან და ასე გარშემო ზის მთელი პარლამენტი ამ ქალბატონების და აკონსპექტებენ და იწერენ მათ ქმედებასა, აზროვნებასა თუ ხასიათსა თუ თვისებას. ახლა ფილმია და უყურეთ ერთ დღეს ღმერთი მაჩვენებს ეს დღე. აი ასე თელიზეცა წაღაში ჯორჯი ლაპარაკობდა. მეც ფიქრობდი აი ამ მუხლზე მთელი კვირა. ღმერთი მაფიქრებს, სულიწმინდა მაფიქრებდა, რომ ის ზრუნავს თქვენზე. და ჩემთვის ეს საფიქრალი იყო, პროდა, ნახეთ. ჩვენ გონია რომ მე ჩემთვის ვარ აქ, ჩემთვის ფიქრობ რასაც შენ ფიქრობ ზემოთ აკონსპექტებენ. რატო იფიქრე ასე? რატო მიუდექეს და თავარი ყველაზე რაც არის ბიბლია გვეუბნება რომ იქიდან იგზავნება მერე რაღაცეები. ნუ გაიკვირვებ ცეცხლს, რომელიც მოდის და იგზავნება თქვენ შორის. იცოდე რომ იქიდან იციან შენ რა გჭირდება. გამოწრთობა გჭირდება, განსაცდელი გჭირდება. ვის უნდა სრულქმნილი, წუნდაუდებელი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე რო იყოს. აბა ვის უნდა? მე მინდა. ბიბლია ამბობს, ყოველგვარ სიხარულად ჩათვალეთ, სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რათა იქნეთო სრულქმნილი, წუნდაუდებელი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე. იცით,
ჰარი-ჰარალო და გრიალი და გართობა და თაოჩემოები და რაღაცები ადამიანები როცა ცოდვის გზას ადგანან ადამიანები უფრო ეშმაკის გზას მისდევენ ვიდრე სრულქმნილებისაკენ მიმავალი გზა მაგრამ როცა განსაცდელს გადიხარ და იწრთობი იცოდეთ რომ მინდა ყოველთვის გახსოვთ ქრისტემ თქვა თქვენს თავზე თმები დათვლილია მინდა ბიბლიის მთავარი აზრი ვიცოდეთ რომ პავლე მოციქული ამბობს სანამ მოგვანდობდაო ღმერთი რაღაცას სცდიდა ჩვენს გულებს ეს არის პირველ თესალონიკელთა წერილი და მინდა თვალყურივად დევნოთ ყოველთვის რომ ღმერთი მიმდინარე პროცესში ღრმად და აშკარად და რეალურად ჩართულია პირველ თესალონიკელთა წერილი მეორე თავის მეოთხე მოხლი პავლე მოციქული თითოეულ მორწმუნისათვის წერს ამას რომ გასაგები იყოს მაგრამ როგორც ღმერთის მიერ გამოვიცადეთ როცა იცდები კონსპექტდება ზემოთ და იწერება მოხსენების სიგში ყველაფერი ბიბლია ამბობს რომ ჩვენს თავს რა მიმდინარე პროცესს არის ჩვენ გონია რომ ისინი უსაქმურად არიან იქ ანგელოზები მე არ ვიცი წმინდანთა კრებული თუ ვინ ჩვენთვის ეს უცნობია მაგრამ იქ ყველა ზის და ყველაფერს რაც შენ გაიფიქრე რა ხასიათიც გაივლე ისინი ყველაფერს ერთხელ ანგელოზი გამოეცხადა ერთ მორწმუნეს ესეთი წიგნი გქონდა ჩვენ ანგელი გავარიათნია გადავთარგმნეთ ქართულად ანგელოზები მელაპარაკებიან მე ერთი კაცი ამბობდა და წიგნი დაწერა მთლიანი ვიცით რა თქვა რასაც თქვენ ფიქრობთ ხმამაღლა ისმის იქო შენ რო ფიქრობ იქ ხმამაღლა ისმის და ვის უნდა მოატყუო ვის უნდა მოატყუო ჯობია მოინანიო განიწმინდო დაინახო რომ შიშველი ხარ და ღია მის წინაშე ბიბლია პირდაპირ ამბობს ებრაელთა 4:13 მის წინაშე ყველაფერი გაშიშვლებული და ღიაო ბიბლია გონი მაინც გაშიშვლებული და ღია ვარ ჩვენ გონია ჩემს თავში რომ გავიფიქრე იქ ფიქრი უფრო ხმამაღლა ისმის უდრე სიტყვები ამას ქვია მორწმუნეობა რომ შენს თავზე თმები აქვს დათვლილი ის სამყარო რომელსაც ჩვენ ღმერთს ვეძახით და ღმერთის ოჯახს ყველაფერი იციან ყველაფერს ხედავენ ქრისტემ რა კითხვა თქვენს თავზე თამას დათვლილია აქედან გამოდით და აქედან იაზროვნეთ მაშასე მორწმუნეობა არ ნიშნავს კრებაზე მოვედი და ბიბლია მაქვს საკითხული მორწმუნეობა ნიშნავს იქ გასწორებულ სიარულს იქ სწორდები ნათქვამი სიტყვით იქნება ეს მოტივი იქნება ღმერთი ზოგჯერ და ის ახალ ამორძალებზე რომ ამფის რო იჯდა მეთქი ღმერთო ეს ფილმს რატომ ახსენებ მახსენე და მე უბრალოდ მინდა რომ წარმოსახვა შეიქმნა რომ ყველაფერი რაც თქვენ გონიათ რომ დაფარულია ქრისტემ თქვა არაფერია დაფარული რაც არ გამჟღავნდება მოხსენიების სიგში იწერება ყველაფერი მალაქიას მე-13 თავში წერია მე-13 მუხლიდან მე-12 მუხლიდან მე-16 მუხლამდე რომ როცა ღვთისმშვილნი საუბრობენო მოხსენიების წიგნში იწერება ყველაფერი მინდა რომ დღეს ვირწმუნოთ სიშიშულე ღვთის წინაშე ადამ სად ხარ ღმერთი ეუბნება თუ ღმერთი იყო უნდა სწორდება სადაც იყო ადამიანი რაღაცა ეკითხებოდა შენი ხმა გავიგეო და შემეშინდა უკვე ცუდად არის საქმე რატო უნდა შეგშინებოდა ჩემ ხმაზე შიშველი ვარო და დავიმალე სიშიშულე ხშირად სირცხვილია და ღმერთისგან დამალვას გთხოვს და სიშიშულე თუ არის ჩემში დამალვა ასაჭირო თუ მუშაობა რომ ის ერთ დღეს წავიდეს ჩემი ცხოვრებიდან ნახეთ ღმერთი გვცდის პავლე მოციქული ამბობს და მე ისე დაუბრუნდები სიშიშლის მომენტს რომ მარადისობაში რა შეიძლება მოხდეს ჩვენს თავს მაგრამ როგორც ღმერთის მიერ გამოვიცადეთ
გვაკვირდებოდა ღმერთი და გვცდიდა რომ მოენდო ჩვენთვის სახარება. ასე ვლაპარაკობდა ვამეფ ეხლა მე არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს. პირველ ენაშთა სიგნში ამასინათ იამ წაიკითხა და როცა დავითი შესაძირავს წირავდა, ძალიან საინტერესო რაღაც წერია. ღმერთო, მოგვაქვს ახლა შესაძირავი შენ წინაშე. თელიერი მოვედით, ვიჭირავს ფინანსები ხელში. ერთი რაღაც ვიცით, რომ შენ ახლა დგეხარ. ახეთ მე 14 მოხულიდან ვკითხულ 29 თავი პირველ ნეშტას 29 თავის მე 16 მოხლიდან უფალო ღმერთო ჩვენო მთელი სიმდიდრე რაც ჩვენ მოვამზადეთ შენ წინაშე შენ სახელზე შენ ღმერთო ჩვენო ვიცით რომ გულთან ხილველი და სამართლის მოყვარული ხარ ეს ყველაფერი ჩვენ შემოგწირეთო ეხლა ვიციო რომ გვცდიო შენ ღმერთო შენ ეხლა უბრალოდ გვცდი თუ როგორ მოვიქცევით იმ დროს, როცა შენ წარმატება და კურთხევა მოიტანე ჩვენ ცხოვრებაში. აქ კი ვხედავ ხალხს, გახარებულს, რომ გწირავსო, სიმდიდრე და დიდება მე 12 მოხჭერა შენგან მოდის უფალო, შენ განაგებ ყველაფერს. შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელში ყოველივეს განგება და გამტკიცებაო. ქვემოთ დაწვრილებით უხსნეს დავითი რომ აი როგორ ხედავთ როგორ ხედავ ღმერთს როგორ აღიქვა ღმერთს წარმოსახვის თვალი როგორ უყურებს მას სიტყვის საფუძველზე დავითი ამბობს ჩვენ ვიცით რომ ყველაფერი შენგან არის შენია უფალო დიდება ძლიერება ძალა ძლევა დიდებულება ისე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე შენია უფალო მეფობა ყოველივეზე აღმატებული და თავრად შენ ხარ უფალო ეს ადგილი უბრალოდ ახსნა არის დავითის როგორ გიცნობთ თუ როგორ გხედავთ როგორ წარმოგისახავთ ვინ ხარ შენ უფალო მე ზაღარო ვლაპარაკობდი რომ ღმერთი მუშაობს ნელ-ნელა რომ მე ეხლა არის ასეთი რაღაც რაც უნდა თქვა სიტყვა ინტიმი დღეს არის გადათარგმნილი რომ რაღაცა კიდე თუ არა ცოლისა და ქმრის და მამაკაცის და დედაკაცის არა სიტყვა ინტიმი სიღრმისეულ ურთიერთობას ნიშნავს და თუ ის ვერად ყურადღებით ეხლა ამასინათ ერთ მეცნიერს უსმენდი და თუ გინდათ რომ ცხოვრების აზრი გაიგოთ გადიო ცოტა ხანი ყველას მოწდი ტელეფონს ტელევიზორს ურთიერთობა არ დაგიძახონ არ გამოელაპარაკო ნახევარი საათი უბრალოდ დაჯექი ჩაწყნარდეს რაღაცეები და მე სწორ რაღაცების გაგებას დაიწყებო და ჩემთვის ვფიქრობდი ქრისტიანობა შედი შენს ოთახში ჩაიკეტე ანუ მოწყდი რაღაცებს და მამა რომელიც ხედავს შენ დაფარულში მოგიზღავს შენ ცხადად აი იქ განმარტოვებაში როცა მარტოვდები შენს თავთან და ღმერთთან ხდება ერთი რაღაც წვეთ ხვდები რაღაც ერთიანად კი არ გაგეხსნა და აფეთქდა რაღაც არა წვეთ და მე უცბად გეხილება თვალები და რაღაცას ხვდები რასაც სხვა ვერ მიხვდა იმიტომ რომ ღმერთთან გატარებული დროით რაღაცა სხვანაირად დაინახე სხვანაირად განათდა თვალწინ და ხედავ არა ამ თვალებით ხედვის თვალით წარმოსახვის თვალით სიტყვის სინათლეზე და დავითი უხსნის რომ ღმერთო ასე გიცნობთ შენ ასე გხედავთ ყველაფერი შენგან არის ყველაფერი შენით არის შენს მიერ ყველაფერი შენია ღმერთო კოლოსელთა წერილში პავლე მოციქული ამბობს რომ იესო ქრისტეზე წერია ჯერ იოანეს სახარება ასე იწყება დასაწყისში იყო სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი და არაფერი არ შექმნილაო მის გარეშე რაც კი შექმნილ ანუ იესო ქრისტეზე ეკლაპარაკე
ყოველივე მის მიერ შეიქმნა და არაფერი არ შექმნა მის გარეშე და კოლოსალთა წერილში შემდეგ პავლე მოციქული პირველ თავში უხსნეს რომ ყველაფერია ვინაიდან მისი უხილავი ცოტა ქვემდა ვინაიდან მასში შექმნა ყოველივე რაც საში და დედამიწაზეა ხილული და უხილავი ტახტები და ბატონობა მართლობანი ძალაუფლებანი ყოველივე მის მიერ და მისთვის არის შექმნილი იცით ყოველივე ბიბლია ამბობს მის მიერ არის შექმნილი და მისთვის არის შექმნილი თუ მისთვის არის შექმნილი მაშინ ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ ყველაფერი რასაც ჩვენ ვეხებით მისთვის არის შექმნილი აბა შენ ხელში როა შენც მისთვის ხარ შექმნილი და ღმერთს უნდა და მეც რომ ყველაფერი ის რაც მისთვის შეიქმნა მის სამსახურში იყოს გამოყენებული პირველი კორინთელთა მე-10 თავში პავლე მოციქული ამბობს ღმერთისა დედამიწა და სავსება მისი როცა ჩვენ ვიცით რომ ყველაფერი ღმერთის არის და არაფერი არ არის ადამიანის მაშინ ჩვენ ხელში რო არის მოხვედრილი რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ ღმერთმა უბრალოდ რაღაცები მოგვანდო მისმინეთ ყურადღებით ღმერთს ბევრი რაღაცის მონდობა შეუძლია ჩვენთვის ფინანსურიც მატერიალურიც და სულიერიც ზოგჯერ მე ფული სულ არ მჭირდება მატერიალური სულ არ მჭირდება მაგრამ ამაზეც მინდა ვილაპარაკო იმიტომ რომ სულიერს თუ გაუგეგემო ზოგჯერ მატერიალურისკენ გახედვაც არ გინდა მაგრამ ღმერთს უნდა ზოგჯერ მოგანდოს გამოცხადებები აგიხილოს თვალი ისეთ რაღაცებზე რასაც სხვას არ ესმის და ვერ ხედავს დაგანახოს ისეთი რაღაცა რაც ბევრისთვის დღეს წვალებითაც მიდიხარ ზოგჯერ და ფიქრებში მიყევხარ და ისეთ რაღაცას ხედავ წარმოსახვით კიდევ ვიმეორებ წარმოსახვით და არა ფიზიკურად რაც ბევრისთვის ძალიან უცხო და შორს არის და ბრმა და ვერ ხედავს ამიტომ ღმერთს უნდა ჩვენ ცხოვრებაში გვესმოდეს რომ მონდობილი სიკეთე რაც ღმერთმა მოგცა ჩვენ ცხოვრებაში უნდა ღვიოდეს ახლა მინდა ერთი ადგილი გაჩვენოთ ნებისმიერ რაღაცას რასაც ღმერთი მოგცემს ის აკვირდება რას უშვრები იმას ერთხელ საკუთარ თავზე შემახედა ღმერთმა რამდენი რაღაც მოგანდე და პასუხისმგებლობა მეტი პასუხისმგებლობა მეტი სერიოზულობა რამდენი რაღაცაა შენზე მონდობილი და თქვენზე და ჩვენს ცხოვრებაში ჩვენს ხელებში ჩვენს გამგებლობაში რამდენი რაღაც არის ღმერთისაგან ჩადებული და ნახეთ ღმერთი რას ელოდება ჩვენგან დაბადების 2:15-ში ძალიან საინტერესო მოხლეწერია აიყვანაო ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშაებლად და დასაცავად ღმერთმა აიყვანა ადამი და ედემის ბაღში თავის ნაშრომში დასვა და უთხრა ახლა წამოწე კი წამოკოტრიალდი და რაც არის გაახმე ეგენი გამოჭამე ძირი გამოუთხარე გამოღრღენი ვირთხასავი და თაგვებივით რომ გახმეს ეს ყველაფერი რაც კი აქ არის და შენ კიდე ისე ამოვნე ღმერთმა ისრა გააკეთა ედემის ბაღი მიანდო ადამიანს და უთხრა ერთ სახუმარო რაღაცას მოგიყვებით გოგომ გაიღვიძა დილით ახალი გათხოვილია თურმე და ქმარი შემოდის გაუკეთებია რაღაც კვერცხი შეუწვია ყავა მოუდუღებია რაღაცების და შემოაქვს საწოლ შემდგომ გაახილა თვალები და სიზმარში გონია თავი და როგორ გამიმართლავ რა ბედი მქონია რომ და მოუტანა მიირთვა ამ გოგომ გემრიელად საწოლშივე რაღაც და კარგი იყო ამ ბიჭმა უთხრა კი აი ესე გააკეთებ ხოლმე ყოველ დღე ესე უნდა გააკეთო მისმინეთ აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა ედემის ბაღში
რათა დედამიწა ედემის ბაღი გაეხადა ადამიანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ედემის ბაღი იმიტომ კი არა ჩვენა ღმერთმა, ბაღია ჩვენა, რომ დედამიწა გამხდარიყო ისეთი, როგორიც ეს ბაღი იყო. მის დასამუშავებლად და დასაცავად, იმიტომ რომ იქ კარგი რაღაცა იყო და რომ არ განადგურებულიყო ეს კარგი, ღმერთი ზოგჯერ კარგ რაღაცას მოგანდობს. გაგიხსნის რაღაცას, მოგანდო. რას უშვები იმ კარგ რაღაცას? ღვივის, ფართოვდება, რა შვება, ვრცელდება, გადადის სხვა ადამიანებში, თუ გააქერი და ისიც მოკალე. ადამმა ედემის ბაღი დაკარგა და საერთოდ გამოაგდო ღმერთმა იქიდან, იმიტომ რომ ის ვერ შეიშნოვაო. გაგიგიათ ესეთი გამონათქვამი, ვერ შეიშნოვა. დღეს რა მდგომარეობაში სიმყოფები, ღმერთს მომადლებული აქვს შენთვის მონდობა და უნდა რომ ეს კი არ გააქრო, გააღვიო, გააფართო და იმუშაო მის დასამუშავებლად, ანუ სამუშაოდ დაუძახა და რომ დაიცვა კიდევაც. რისგან და დაიცვა? მისმინეთ. რა მადლის დღეს შენზეა? ეშმაკი დღესაც კბილებს ილესავს, რომ წაგართვას და წაგლიჯოს. ყველაფერი რაც ღმერთს მოუნდია და მოუწია. იცით რომ ისე გადახედეთ ისტორიებს. ადამიანებს მიუღიათ, მაგრამ ვერ შეუშნოვებიათ. ვერ გამოუყენებიათ. მიღება არაფერი პრობლემა არა, შეიძლება მოგეცეს. ადამიანსაც მიეცა, მაგრამ გამოსროლილი იქნა იქიდან. შეიძლება იმ რაღაცამ პირიქით გამოგაგდოს და კი არ ისარგებლო იმით და ის კურთხევად კი არ გახდა შენთვის. შენ თვითონ იქნე უკუგდებული მის მიერ. არა და შენს ხელში იყო, შენი შანსი იყო, შენი შესაძლებლობა იყო. არ იმუშავა, არ დაიცვა და დაკარგა, თავიც კი დაკარგა და ედემის ბაღიც და ყველაფერი. ამიტომ დღეს, როცა ღმერთი რაღაცას გვანდობს, ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რომ ღმერთო, მე ვხედავ მონდობილს. მთელი სერიოზულობით უდგები ამ საკითხს. მთელი პასუხისმგებლობით ვიღებ, რომ მე ბევრი ვიშრომო და ეს მცირედი ბაღი. არ ვიცი რამ ხელა დიდი იყო ედემის ბაღი, მაგრამ დედამიწის ხელა რო არ იყო კი ყველა მეცდ. მაგრამ არ იმუშავა, არ დაიცვა იმ შეიძლება ადამა სულაც არ იცოდა რომ ის რაც ღმერთმა მისცა მას მტერი ყავდა. ვერც ბაღი ვერ დაიცვა და ვერც გაამრავლა ეშრომა და საკუთარი თავიც იმ სიკეთიდან გამოიყვანა. ჩვენ დიდი მოშიშობით, მოკრძალებით, მოწიწებით გვმართებს. მონდობილს მოუფრთხილდეთ. პავლე მოციქული მოუწევს, გაუფრთხილდი მონდობილს ტიმოთე. რაც ღმერთმა მოგანდო, ყურადღებით იყავი ის რაც შენს ხელშია, რომ ის მცირედია, მდოგვის მარცვლისოდენაა, მაგრამ თუ გაზრდი, გაიზრდებაო და ხის ფრინველები შეაფარებენ თავს. ბევრისთვის კურთხევად გადაიქცევა და ბევრი ადამიანისათვის სიკეთე იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთი იწყებს ძალიან მცირედით და გეუბნება, ეს მოფრთხილებული იქნეს შენ ხელში, რაც მე შენ მართლობაში ჩავდებ. და იმას, რაში გამოიყენებ, გამოჩნდება მერე კიდევ უფრო მეც და მეც მოგვანდობს და დაშურებით სადია ჩვენში დავარებულ სულს თუ ისიც გაქრება, რაც მონდობილი ქონდა ღმერთ ჩვენთვის. დღეს მე მინდა ვილაპარაკო ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე. ეს არის ღმერთის მიერ ცხოვრებაში, როგორც სულიერ სფეროში, ისე ფიზიკურ, მატერიალურ და ფინანსურ სფეროში რაღაცას შანსი და ვარიანტი, რომელსაც ღმერთი გვანდობს და გვაძლევს. მისმენთ, ბიბლია ამბობს, ეს ეხება სიმდიდრეს. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთს უნდა რომ ყველა ჩვენგანი მდიდარი იყოს. იცით რატომ?
იმიტომ რომ მდიდარს შეუძლია სიკეთე ვაკეთოს. ღარიბს ეზარება სიკეთის კეთება და სიმდიდრეც არ უნდა. მიაქციეთ ყურადღება, რომ მე რა თმინდა მდიდარი ვიყო. მდიდარი რო ვიყო, მეზარება ან იმ სიმდიდრის მართვა, ან იმ სიმდიდრეში მე ღმერთი მეუბნევა, რომ იყავი კეთილი, რათა მდიდარი იყოთო ყველა კეთილი საქმისთვის. მინდა შეხედეთ კორინთელთა წერილში. პავლე მოციქული ჯერ ეუბნება, რომ ღმერთი, რომელთანაც ჩვენ მოვედით, ის გაღარიბდა, რომ ჩვენ გამდიდრებულიყავითო. ეს არის მეორე კორინთელთა მერვე თავის 9 მუხლი. ვინაიდან თქვენ იცით ჩვენი უფლისიესო ქრისტეს მადლი, რომ ის მდიდარი თქვენი გულისათვის გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავითო მისი სიღატაკით. ნახეთ, ვიცით უფლის მადლი, რომ ის მდიდარი თქვენი გულისათვის გაღატაკდაო. ქრისტე გაღატაკდა და რატომ? იქ პასუხი არის მეორე ნაწილში პირდაპირ, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მის სიღატაკით. მინდა რომ გამდიდრდი ახლა. არ ვიცი, ადრეც მოვყევი და კიდევ ერთხელ მინდა მოვყვე. ერთი კაცი ეგზოტიკურ კუნძულზე წამოწოლილი არის, მიწაზე წამოწოლილი ფეხები აქვს შემოლაგებული ხეზე. ტურისტმა გაიარა და უთხრა, შენო როგორც გავიგეო ამ კუნძულის მფლობელი ყოფილხარ და კიო, ჩემია მამა პაპამ დამიტოვა და მერე ბიჭო რა წამოწოლილი ხარ აქო რა შეასაქმე? ეს ამდენი ხილი რო ასხიაო ამ ხეებს ეგზოტიკური ისინი მოკრიფეო და მერე გაიტან ბაზარში გაყიდიო და ფულად გადააქცეო. მერე მოხვალ კოტეჯებს ჩადგაო აქო და მერე ტურისტები მოვლენ და ისვენებენ და ფული შემოგივაო. მერე კიდევ გექნებაო წარმატებები ისინი და შენ გამდიდრდები და მერე წამოწვევიო და არაფერი არ ეხლა რას ვაკეთებ ესე? ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა ხო ვიცექი რა შემჭირდება მე? მისმინე დღეს რაღაცა მინდა გითხრათ. ღმერთს უნდა რომ ჩვენ მდიდრები ის გაღატაკდა რომ ჩვენ გამდიდრებულიყავით. მისმინე ღმერთს უნდა რომ შენ მდიდარი იყო. ის იმიტომ გაღატაკდა რომ შენ გამდიდრებულიყავი. მაგრამ მდიდარი შემდეგ აი ყურეთ ეს არის მეორე კორინთელთა 8:9-ში და მე გადავდივართ იქით უკვე მეორე კორინთელთა 9 თავში და უხსნის. ხოლო ღმერთს ძალუცო გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ ყველაფერში მუდამ ყოველთვის საკმარისა და მქონენი მდიდარნი იყოთ. მაგრამ მდიდარი უნდა იყო ყოველი კეთილი საქმისთვის. თუ კეთილი საქმისთვის უნდა იყო, აღარც მდიდარი არ მინდა ვიყო. ბევრი არ მდიდრდება, წარმატებას არ აღწევს, რომ მერე ღმერთი ეტყვის, რომ უნდა გაზიარება მოახდინო. უნდა დაეხმარო ადამიანებს. იცი რა კარგია ერთმა ასეთი რაღაც თქვა, რა კარგიაო სიბრიყვე, ყველაფერი იციო. რა კარგია სიღარიბე, არა მაქვს. და რატომ ქრისტე იმისაც გაღატაკდა რომ ჩვენ ქონოდა? და ღმერთი აგზავნის ჩვენ ცხოვრებაში შანსებს და შესაძლებლობებს. მას უნდა ყურადღება მიაქცეთ, ის გაღარიბდა რატო გაღარიბდა, რომ თქვენ გამდიდრებულიყავითო მის სიღატაკით. და რატო უნდა გავმდიდრდე მე, რომ მდიდარი ვიყო ყველა კეთილი საქმისთვის. დავინახავ გაჭირებულ ადამიანს არა მაქვს. რა კარგია, სინდისის თავისუფალი მაქვს, როცა არა მაქვს. და რატო არა მაქვს? იმიტომ რომ ერთ-ერთი დიდი ცოდვა, რომელიც შეიძლება ჩვენ გვედოს, ეს არის სიზარმაცე, რომლის გამოც მე არ გავმდიდრდი, რომ მე ყოფილიყავი მზადყოფნაში ყველა კეთილი საქმისთვის. მისვენეთ ყურადღებით. ესეთი გამონათქვამი არსებობს. ერთი პასტორი მეუბნაოდა, პაპა ჩემი მარიგებდა ხოლმე, შვილო, ცხოვრებაში ერთხელო შენი სახლის წინ ხურჯინით დატვირთული, გაგიგიათ ხო? ესეთი სახედარი ჩამოივლისო ზედო, სავსე იქნება სიმდიდრე და
ჩაივლისო შენ თუ ჩაიარა და წავიდაო მთელი ცხოვრება დარჩები ესე თუ გადმოცალე და შენ ცხოვრებაში მიიღე ესე იგი ღმერთს დაულოცი ხარ და ფხიზლად იყავ ეს მე ასე არ მჯერა რომ ერთხელ ჩამოვიდეს ღმერთი შანსზე გვაძლევს შანსებს და ვარიანტებს გიხსნეს მაგრამ მინდა რომ ეხლა მე გავინძრე წავიდე გავაკეთო მე დავითვალო მე მოვაგრო მე უნდა მითხრას ღმერთმა დაკიდე სიკეთეში დათესევდა არ მინდა ეს სიკეთე ქრისტემ რა უთხრა ზარმაცო და რა ბოროტო მონაო სიზარმაცე იმიტომ არის რომ არ უნდა რომ ბევრ სიკეთე გაუკეთოს და მისმენეთ შენ ცხოვრებაში ერთხელ კი არ 1000 ჯერ და 10000 ჯერ ჩამოატარებს ღმერთი ბევრ და ჩემს ცხოვრებაშიც მე მჯერა რომ უამრავი სიკეთე მოხდება ჩემს ხელში მაგრამ ერთი რაღაც არის ღმერთი ცდის ჩვენს გულებს რისთვის მინდა მე ზევიდან რომ გადმოხედა უნახავ მაგრამ ნახა უკვე ლაპარაკიც რო ისეთი აქ ერთხელ ვინაც მოგიყევით ერთი ძმა ყავდა ხოლმე მოდიოდა მოსკოვში ყავდა და აქამდე იყო ხოლმე ტალახიანი ხე დამაბანეთ რომ მოდიოდა რომ გაფუჭებული მანქანი დადიოდა სულ და ჭუჭყიანი ხე მიდრე ხელები დამაბანეთ რა ერთ დღეს შემოვიდა და ოლეგი აქ არის ეს მეთქი რა ხდება თურმე ხატვარი იყო და გაყიდა ნახატები აუდი ჩამოიყვალა გერმანიიდან და უკვე გასაღებს ატრიალებს მისმინე ღმერთი გაღარიბდა რომ შენ გამდიდრებულიყავი ვერსად ბიბლიაში ვერ ნახავ რომ ღმერთი არის ღარიბი სიღარიბე წყევლა მოიტანა და უნდა შინაგანად პროტესტი უნდა გქონდეს თავიდან რომ მე ღმერთო არ დაუნებდები ერთი კაც თურმე ესეთი პატარა კაცი იყო და მივიდა ერთ და ესეთ ზდარო კაცეუბნება აი ესე წყილივით გაქსრისაო აი ხო არიან პატარა დადიდგულა ვისო მეო შენო ბიჭო სცემა გადააგდო იქით წამოდგა კიდე შენ აი ეს გაქსრისა ვიცოდე შენ მე როგორ სცემს ბოლოს რო აღარ მოუსა წყალში ჩაყუმყუმელავა და აღჩობს ესე და რა ხდება წყალში ამოდის ორი თითიეს და ესე უშვება წყალში აღჩობს იქიდან არც არ დაეც აი ესე მისმენეთ თავარის კი არ არის დღეს რა გაქვს შიგნით თუ გაქვს პროტესტის გრძნობა რომ ის იმისათვის გაღატაკდა რათა მე გამდიდრებულიყავი როცა უყურებ დავითის ცხოვრებას დავითზე წერია მოხუცდა დავითი აი პირველი ნეშტას 29-ე მოხუცდა დავითი სრული წლებით მდიდარი ატივით და ასე შემდეგ რომ მოხუცდები უნდა ისწავლო და უნდა ვისწავლოთ რომ ეკლესია უნდა იყოს ძალიან წარმატებული იცი ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და ეხმაროთ ადამიანებს მაგრამ არა გვაქვს ჩვენ მზად ვართ დიდი რაღაც პროექტები გავაკეთოთ მაგრამ არა გვაქვს ღმერთს უნდა რომ შემდიდარი იყო ყველა კეთილი საქმესთვის ერთი პასტორი ამბობდა კონფერენციას ატარებდა მოსკოვში და დამედო ვალი $50,000-იო პროცესს მე და იმ კონფერენციებზე ნამყოფი ვარ მე 90-იანებში და იქიდან წავედი ბიბლიის სკოლაში მე ამერიკაში დავდიოდი ეკლესიებშიო და ეკლესიები რომელიც არ არის ღმერთის სიტყვაზე გასწორებული და სწორად მხედველი ერთი ეკლესია მაგალითად მე მითხრეს რაც არ უნდა იქადაგო გამოცხადება რომ განმარტო და დანიელი განმარტო $100-ზე მეც არ ჩუქნიან ქადაგებელს $100 და всё ვაკურთხოთ მოდი $100 და დამთავრდა აი ესე დავდიოდიო და ეკლესიებში ზოგმა $200 ამიგროვა ზოგმა $100 ერთ ეკლესიაში ავედიო მოვყევი იმის შესახებ თუ ღმერთი რასაკეთებს ჩემი ხელით და მითხარ თუ შესაძლოა თუ აგროვთ რას გვერდზე მიჯდაო ერთი კაცი და აღარ წახვიდეო სხვაგანო მე მითხრა რა ამოვალსო გასტუმრება უნდა და ჩეკი მომაწოდა $50,000 აღარ წახვიდეო აღარ არის საჭირო შეიძლება სურვილი გაქვს
მაგრამ რატომ არა გაქვს შესაძლებლობა? მე მახსოვს ერთხელ ერთ პიროვნებას ჩვენი მეურნეობის თავმჯდომარე როაო დაინახა გორში კონფერენცია მიდის. დაინახა რომ 100 წლის წინანდელი კლავიატურას კლავიში ჰქონდა ჩავარდნილი. კლავიში აქვს ჩავარდნილი. ურთყაპუნებენ ეს კლავიში ხან ამოვარდება, ხან ჩავარდება. ხედავენ, იციან, ვაიმე ეს კლავიში არ მუშაობს, თან ურთყაპუნებენ და ჩემთან მოვიდა და მითხრა გული მткиვა, ტიროდა, გული მткиვა, რომ უყურებ ამას მე და ნახონ ყველა საუკეთესო რაც არის კლავიში და მე უყიდი მას. მე არასოდეს არ დამავიწყდება. დამთავრდება ეს ცხოვრება და ღმერთს უნდა რომ დიდარი იყო ყველა კეთილი საქმისთვის. და სიზმარში არ დაგვესიზმრებოდა ისინი ამბობდნენ. სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა. ვერც კი ვიოცნებებდით რომ აი ასეთ რაღაცას ღმერთ. საიდან მოვიდა? ღმერთისგან. როგორ ღმერთისგან? აი ასე. ღმერთი პიროვნებებს აკურთხებს და უმრავლებს, რათა ისინი მდიდრები იყვნენ. მდიდრები ყველა კეთილი საქმისთვის. ღმერთს უნდა რომ შენ ცხოვრებაში ბევრი შანსი. მე ადრე უღმამესმოდა საკითხები და როცა აი აქ ეხლა მესმენთ. ლიმონკა ვის უნახია? გინახიათ ლიმონკა როგორია? არის აი ესეთი რაღაცა. აქ არის ჩაჭედილი აი ესეთი რაღაცა პალეც ქვია. ჭირია. რკინის. აი აქ ქვემოთ არის დიდი ენერგია დაგროვილი ძალიან. ძალიან დიდი ენერგია. მაგრამ რა შეგიძლია თუ გინდა ბავშვმა ითამაშოს ფეხბურთი, აგორავ მიწაზე რამდენიც გინდა არაფერი მანდედან არ მოხდება. მაგრამ თუ პალეცი გამოაძრე, თუ აი ეს ჭხირი გამოაძრე, ფეთქდება და მისმენთ. აი აქ არის პალეცები ჩაჭედილი ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი. მე რა შეჭირდება, მე რა თქინდა. სხვას რო ჭირდება, მე შეიძლება რომ რამით გამოვადგე. არა მაქვს. მე თავისუფალი ვარ, არა მაქვს, არც ინდისი არა მაქვს, არც სურვილი არა მაქვს რო ვიშრომო, არც ბრძოლის უნარიანობა არა მაქვს, არაფერი არა მაქვს მე. არა მაქვს მეთქი ხო გითხარი, არა მაქვს. ბიბლია ასე თქვა რომ არ უნდა გქონდეს. ბიბლიამ ასე თქვა რომ მას უნდა რომ რათა თქვენ გამდიდრებულიყავით. და თუ უნდა გამდიდრებულიყავით და მეორეს ჯულის 22 თავში წერია აავსებსო შენს ბეღლებს უფალი გაკურთხებს ღმერთი ყველა კურთხებით უბრალოდ ღმერთი იმას დააკვირდება რას უშურები იმ სიკეთეს ღმერთსაგან მოსულს სად მიგაქვს და რა გიტრიალებს გულში ბეღლებს დაანგრევ და უფრო დიდებს ააშენებ თუ მზად ხარ ყველა კეთილი საქმისთვის არ არის საშიში სიმდიდრეს საშიშია მოტივი და მასთან დამოკიდებულება სიმდიდრე ეს არის ღმერთის კურთხევა, რომელსაც ღმერთი იძლევა და უნდა მიიღო, თუ არ არის დღეს პროტესტის გრძნობა უნდა არსებობდეს. მე დღეს არა მაქვს. დღეს ვიცი რომ ღმერთო შენ გინდა რომ მე კურთხეული ვიყო და წარმატებული ვიყო. ნახეთ აბრაამის ცხოვრებაზე ვილაპარაკეთ იმ დღესაც მახსენებდა სულიწმინდა. აბრაამის ცხოვრებაზე წერია მე 17 თავის პირველი მოხლე დაბადების და 24-ის ერთი. ღმერთმა უთხრა, იარა ჩემი სახის წინაშე აბრაამ და წრფელი იყავი. არაფერს არ გთხოვ ისე, სრულყოფილებას არ გთხოვ. და 24 თავის მოდი წავიკითხოთ. როგორ მთავრდება აბრაამის ცხოვრება? დაბადების 24-ის ერთი. ნახეთ მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა. ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა ღმერთს აბრაამი. აბრაამს ღმერთია. ყველაფრით. ჯიბეებიც ჰქონდა. ქონებაც ჰქონდა. ცირა კარგია, როცა კერძობინა გაქვს და გაქვს შესაძლებლობები, რომ დაპატიჟო ადამიანები და მოემსახურო. სტუმრები მიიღო. გაუკეთო სიკეთეები. იცით, რუსებს აქვს გამონათქვამი. Мечтать не вредно, не мечтать вредно. უნდა იოცნება, მაგრამ ოცნება თავისთავად არ ახდება. ოცნებისკენ
ღმერთ შეუძლია სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის გეგმები მოქცეს. როდის, როგორ, რანაირად, რით, საიდან და ღმერთს ძალუց გაგვამდიდროს ყოველგვარი მადლით. ყოველთვის მდიდარნი წარმატებულები და მხარში მდგომის შემძლენი ვიყოთ. ქრისტემ თქვა, თქვენ ხართ ნათელი წუთის სოფლისა. რა იგულისხმება ნათელი წუთის სოფლისა? თქვენ ხართ ნათელი წუთის სოფლისა. მეორე ფიქრობს სულიერობის სინათლე. საერთოდ არ არის აქ ნახსენები სულიერობის სინათლე. ნახეთ, თქვენ ხართ მსოფლიოს სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქს დაფარო არ შეუძლია და მე უხსნის რა სინათლეზე არის აქ ლაპარაკი. ასე ანათებდესო თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, როგორ უნდა ვანათებდეთ, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს. არა მაგდა როგორ გავაკეთო კეთილი საქმე. არა გაქვს, ხო? რა გამართლებული საბუთი ხო მაინც აქვს გამამართლებელი, რომ არა გაქვს. და რატომ არა გაქვს? ღმერთს არ უნდოდა რომ გქონოდა. ა ブラ ამი ნაკურთხი ყავდა ღმერთს ყველაფრით და წერია, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. ღმერთს უნდა ძალიან, რომ ჩვენ კურთხევა დავიმკვიდროთ და წარმატება მიღწეული გამოსადეგარნი ვიყოთ. გალატელთა მე-13 კითხულობ. ეხლა როგორ წერია მე-13-14 მუხლები. ქრისტემ გამოგვისყიდა ჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად. ვინაიდან დაწერილია წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე. რისთვის გააკეთა უფალო, რისთვის გააკეთე ეს? იმისათვის რომ ამასაა არსებითი იმისათვის რომ ა ブラ ამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე. ვინ არიან წარმართები? ყველა ვინც აგზივართ, ვინც ვერ წმუნდათ ღმერთი. რა იყოსო? ა ブラ ამის კურთხევა იყოს წარმართებზე. ყველაფრით უნდა კურთხი ყავდა ღმერთს ა ブラ ამი. აი ეს კურთხევა უნდა მოვიდეს წარმართებზე, რათა სული სახთქმა რომ ღმერთი რო შეგვპირდა, მივიღოთ რწმენით. დაახლოებით 10 წუთი გვჭება და მინდა გითხრა. ღმერთი არის მდიდარი. ყველაფრით. სულიერების სიდიადით. მდიდარი არის ამას ერთად 3 ტრილიარდი გალაქტიკა არსებობს მეცნიერები ამბობენ. ტრილიარდობით გალაქტიკებია, მილიონობით კი არა, ტრილიარდ გალაქტიკაში კიდევ ტრილიარდობით პლანეტები. ეს არის მხოლოდ ხილული. არის უხილავი სამყარო კიდევ. და ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ და გითხრა, მე არ მინდა რომ თქვენ იყოთ მელოჩნიკები, ვიცი რა მელოჩნიკი. აი მე ცოტა მაგ და ცოტა მყოფნი, სუპი მაგ და სუპს ავჭამ. იცით ხო ეს გამონათქვამი? დღევანდელ მაშინ ესეთ გამონათქვამი დამკვიდრდა. სუპი გვაქვს, სუპს ავჭამთ. აჰა, ღმერთს უნდა რომ სუპი ჭამო და ამით მისვინებ. თუ ღმერთის სიკეთის მიმღები ვერ იქნები, ღმერთის სიდიადეს ვერ დაინახავ. სულ სხვა თვალით აღიქვალ იმ სამყაროდან, რომელ სამყაროშიც ღმერთს უნდა რომ შეგიყვანოს. შეიძლება დღეს არ გაქვს, მაგრამ არ მაქვს არ ნიშნავს ეს არის ჩემი ბედი. ღმერთი ისრაელს ეუბნება, რომ მე გამოგიყვანე შენ მონობიდან, გამოგიყვანე რთული მდგომარეობიდან, საცხოვრობდი, რა საშინელება იყო, მაგრამ ნახეთ რა შეეუბნება. მეორე ჯულის მერვე თავია და მე შემოხდა, რადგან უფალ შენს ღმერთს მიხავ ხარ მადლიან ქვეყანაში. ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი არ გაგიჭირდება. ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვება და ბევრი სიკეთე გექნება და შეჭამ და გაძღები, დალოცა უფალ შენს ღმერთს იმ მადლიანი მიწისთვის, რომლისკენაც მიყევ ხარ შენ ღმერთსო. კი არ გართმევს, გაძლევს ღმერთი ამ ყველაფერს. ფრთხილად იყავი, უბრალოდ არ დაგავიცნეს უფალი ღმერთი შენი და მისი მცნებანი სამართალი და წესი, რომელსაც გიცხადებ მე დღეს. რომ როცა შეჭამ და გაძღები კარგ სახლებს აიშენებ და დაბინავდები, გაგიმრავლდება ცხვარძროხა, გეყოლება ბევრი მანქანა, უხვად გექნება ოქრო და ვერცხლი, ყოველი საქონელიო ჩამოტალის არ გამედიდურდე.
ყურადღებით იყავის საკუთარ მდგომაზე, არ დაგავიწყდეს უფალი შენი ღმერთი. ეგვიპტის ქვეყნიდან მონობის სახლიდან შენი გამომყვანე, რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, ბევრი გაჭირვება, სირთულე, ის წვრთნა, რომელსაც დღეს გადიხარ. მერე წერია. ყვებავ და უდაბნოში მანით, რაც არ იცოდა შენმა მამაპაპამო, რომ მოეთვინიერებინე, რომ არ გეთქვა შენს გულში, ჩემმა მკლავმა და ნიჭმა და ღონემ შემაძლებინეს ყოველივე. გახსოვდეს უფალი შენი ღმერთი და ძალიან საინტერესოა 18 მუხლის საზაპიროებში ქონდა ხოლმე. გახსოვდეს უფალი ღმერთი შენი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალასო. აქ კი არ წერია, რომ სიღარიბეში ამოხდის სულს და სულიერი იქნები, სულიერი კი არ, სულელი იქნები. ანტიბიბლიური იქნება, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანს სულიერობაში სულს არ ხდის. აქ წერია გახსოვდეს უფალი შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას და შნოს, რომ ყოველ დღისავით შეუსრულოსო აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამაპაპასო. თუ დაივიწყებ უფალ შენს ღმერთს. აქ არ უკვე ქონების არასწორ გამოყენებაზე, როცა არავის არაფერში არ ადგება შენი სიკეთე. თუ დაივიწყებ უფალ შენს ღმერთს და გახვები უცხო ღმერთებს და რესტორნებში და გრეხვებში და სმაში და ნარკოტიკებში და ლოთობაში და ასე შემდეგ გაატარებ და მოემსახურებიო სხვა ღმერთებს თაყვანსცემ, თუ დაივიწყებ უფალ შენს ღმერთს და გახვები უცხო ღმერთებს. თუ შეუდგებ მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებო ღმერთმა თქვა. თქვენს წინაშე, რომ არ აქ ცდებათ გადაშენება. იმ ხალხების მსგავსად, რომელიც გადააშენა უფალმა ღმერთმა თქვენს თვალწინ. თქვენ გადაშენდებით მის გამო. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა და ღმერთის გზა არ დაიცავით. მეორე ჯულის 22 თავი ყველა მიცით, მე უნდა დავასრულო ახლა. ყველამ ვიცით, რომ მეორე ჯულის 22 თავი პირდაპირ ამბობს, რომ თუ გაიგონებ უფლის შენი ღმერთს ხმას, თავი იქნები და არა კუდი. მისვენეთ ყურადღებით. ღმერთს უნდა, რომ შენ დიდარი იყო, წარმატებული იყო და მომსახურე იყო შენი ქონებით, როგორც სუსანა, ქოზასწოვლი და კიდევ სხვები ემსახურებოდნენ უფალს თავიანთი ქონებით. აქ ამდის წლებს მოვედი და ნეტარას მაგულებენ, ბევრი ისეთი ლაპარაკში ვეთხოვა, რომ უკუღმა გზით მიდის. კი არაფერს არ გაგულებენ, ღმერთს უნდა რომ კონდეს და ხელი კონდეს გაწვდილი გასაცემა და არა გაქვს მომეცი რა, დამეხმარე რა. შეიძლება დღეს დახმარება დაგჭირდეს, იმისაც რომ წინ წაიწიო, მაგრამ ხვალ უნდა დადგე მყარად ფეხზე და ბევრს დაეხმარო რომ წინ წავიდეს. დასასრულს მინდა გითხრათ, ერთი პიროვნება უნდა მოვიყვანო აუცილებლად. ბიბლიაში ჩვენ ხედავთ, წინაზე მე მოვიყვანეს მაგალითი იმისათვის რომ გასაგები იყოს. იყო ერთი ასეთი პიროვნება, რომელიც ძალიან სულიერი იყო, ძალიან წარმატებული სულში, გამოცხადებები ჰქონდა ძალიან, მაგრამ ფიზიკურათაც და ფინანსურათაც ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე. და ვკითხულობთ, მოციქული იოანე უწერს წერილს მას. რახან მოციქული იოანე უწერს და უნდა მიყვარხარო ძალიან და დიდ პატივს გცემო, მაგრამ კორექტირებას უაკეთებ შენ ცხოვრებაში. უხუცესი საყვარელ გაიოს. ანუ ჩემთვის ძვირფასი ხარ გაიოს, გეუბნები. და სხვათა შორის იოანეს წერილები უნდა იცოდეთ, რომ სულიერ ხალხზეა მიწერილი. ეს იყო მასწავლებლებს და მოძღვრებზე, ვისაც იოანე უწერდა, პირველ იოანეს, მეორეც და მესამეც. უხუცესი საყვარელ გაიოს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით. უნდა მიხვდე, რომ ჩემს გულში ხარ შენ. საყვარელო ლოცულობ და კორექტირებას უაკეთებ შენ ცხოვრებაში, წარმატებას მიაღწიო და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული აღწევს წარმატებას. რისთვის ლოცულობდა? გამოცხადება გქონდეს, თავი დაიმდაბლე. მე ვლოცულობ, რომ შენ სულს აქვს წარმატება. შენ ბევრს მიაღწიე ძალიან, მართლაც გაქვს ღმერთთან ახლა ურთიერთობა, მაგრამ ფიზიკურად ავათხარ, ფინანსურად გამოფხეკილი. მე ვლოცულობ, რომ ეს ბალანსი შეძლო, რომ დაიჭირო. იმიტომ რომ ჩვენ ვილაპარაკეთ იმ ორ ცხენზე. ყველა ფილოსოფოსს რო სწამდა, რომ ორ ცხენში ზის, როცა იბადება ადამიანი, თეთრი და შავი, მატერიალური და სულიერი. მისმენეთ ყურადღებით,
მდიდარი ხალხი იმიტომ კი არ არის პოზიციებზე, რომ ღმერთს უნდა და ასე ბიბლიას მართალთა ხელში გადავა ცოდვილთა ქონება. გააჩნია როგორ შეხედავს გუშინ ერთ ადგილზე გავიარეთ ვაჟამ წამო ბავშვები გავასეირნოთო და წავგვიყვანა და ავედით ერთად გავის აქეთ ხრიდან არც კი ვიცოდი გზა რომ იმის ხრიდან ორთაჭალის ხრიდან ასასვლელიას და ეთნოგრაფი ივანიშვილს გავიარეთ და გადაჭედილია შენ ცხვირსაც არ ვერც გაიხედები იქით მანქანები შეგიძლია დაინახო გარეთ რო დგას და შიგნით ადამიანები ხორცის და მას ერთობიან თავიანთვის ბანაობენ კიდევაც კეიფობენ კიდევ რა თქმა უნდა ჩვენ ნაუყუროთ ღმერთს ზულს ის პალეცი აი აქ რო გაჭედილი ღმერთს უნდა რომ ჩვენ სულიერად ვიყვეთ იმდიდრები და გავში და ღმერთისა დედამიწა სავსება მის და მისი შვილებისთვის უნდა ღმერთს თავისი სიმდიდრე არასდროს არ არის რომ პიროვნებას ქონდეს სიმდიდრე და შვილებისთვის არ უნდოდეს ნუ თქვენ მამებმა იცითო რომ თქვენი შვილებისაც კეთილი მისაცემ მით უმეტეს ძიერი მამა მისცემს უფრო ბევრ კურთხევას და მისმენთ ის იძლევა სიმდიდრის შეძენის ძალას და შანსს შესაძლებლობას ვარიანტებს და ყურადღებით იყავი აი ეს პარლამენტი ზეციური მოწმეთა ღრუბელი ბიბლია ასე ეძახის ებრაელთა მე-12 თავში მოწმეთა ღრუბელი ზემოდან რო უშვებს ზოგჯერ ნიჭს შენს სახლში შანს ვარიანტ რატო არ იყენებ ამას ფიქრობთ გაუშვი და ბრმა არის ყრუარი არ ესმის რომ აქედან რას მინიშნებებს რომ ვაძლევთ ვერ გებულობს ნუ გაიკვირებ ცეცხლს რომელიც იგზავნება გამოაგზავნეს იმა და შენ გამოსაცდელად არის რომ სწორად ჩააბარო გამოცდა მაგრამ როგორც კი იცდები და გულის მდგომარეობა იცდება რომ ღმერთის წინაშე სწორად ივლი ღმერთს განუზომლად მეტის გაკეთება შეუძლია ვიდრე შენ ფიქრობ ან წარმოგიდგენია ამიტომ მე მინდა გესმოდეს რომ რწმენიდან რწმენაში და დიდებიდან დიდებაში გადასვლა ეს ღმერთის დაძახებაა ჩვენთვის ასე რომ მოგიწოდებთ ჩემო ძვირფასებო ეხლა გვაქვს ზაფხულის პერიოდი რატომ არ მიდიხარ დასასვენებლად მინდა ერთ პიროვნებამ თავის დახელს ეუბნეო საფრანგეთში მომიდა ისო წასვლაო და ქალო როდის იყავიო საფრანგეთში არა ამას ინათაც მინდოდაო იცით არის ხალხი სულ უნდა მინდა უბრალოდ მინდა მაგრამ არაფერს არ აკეთებს იმისთვის რასაც ღმერთი კარნახობს მე მჯერა დიდი სიკეთეების რომელსაც ღმერთი გაანთავისუფლებს ჩვენს თავზე ის შეკვირდა აბრაამის კურთხევას რატომ უნდა იყოს რატო გახდა ქრისტე წეული რათა აბრაამის კურთხევა იყოს წარმართებზე სულის აღთქმა რომ შეკვირდა ღმერთის სულში მივიღოთ რწმენით და თქვენ დაინახავთ თუ როგორ მოიტანს ღმერთი ამ სიკეთეებს რასაც კვირდება მაგრამ ნუ იქნება ისე რომ ერთ ადამიანთა ცხოვრებაში მოხვდა და მეორე ცხოვრება შეიძლება არ იყოს მე მჯერა რომ განსხვავებული იქნება კურთხევის საზომები ზოგს ცოტა სხვანაირად ექნება მიცემული ზოგს სხვა მაგრამ ყველა სიუხვით სავსე ღმერთი არის სიუხვის ღმერთი და აღავსებს ჩვენს ყველა საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ ქრისტე იესოში დიდებით ასე რომ დავასრულებ იმით რომ დასასვენებლად დღეს მოსანენებლად შეიძლება გქონდეს ის რომ წასვლის სურვილი მაქვს შესაძლებლობა არა დიდება გქონდეს ღმერთს მაინც ვითმენ უნდა ღმერთს რო ითმენ იქნებ უნდა მოინანიონ და მოსათმენად კი არ უკვე სამოგზაუროდ ემზადებოდნენ ღმერთს უნდა რომ ჩვენ დღეს თუ არ ხვალ ნახოთ და მოვიდეს ის რაც ჩააგონეთ შვილებს ილაპარაკეთ რომ ეს არ არის ჩვენი ბედი, ეს არ არის ჩვენი ბოლო, ეს არ არის ის რაც ღმერთს უნდა. ადრეს მოვიყვანე მაგალითი და დავამთავრებ ამით. მრავალშვილიანი ოჯახი იყო თურმე. ძალიან ღარიბები რო უჭირდათ ისე რომ ძლივს იტანდნენ თავს. მამას სურვილი გაუჩნდა რომ რაღაცა ხედვა მინდა მივცე ჩემ შვილებსო და კედელზე ესეთი რაღაც დააწერა. სულ ასე არ იქნება. შვილებო, წაიკითხეთ ხოლმე, სულ ასე არ იქნება. მოვითმინოთ ცოტაც.
დაველოდოთ რაღაცა, სულ ასე არ იქნება. სულ შევჩენკოზე არ ვიცხოვრობთ, იქ ხო ეგრე იქნება. ჩემი შვილებს უმაგას მეუბნევიან, შევჩენკო აღარ დამთავრდა შევჩენკოს მომენტები, რომ აქვს ყველაფერს თავისი დრო. მაგრამ სულ ასე არ იქნება. მადლობას ვუხდი ღმერთს იმ მცირედისთვის, რაც გვაქვს. მაგრამ ღმერთს განუზომლად მეც გაკეთება შეუძლია. გავიდა წლები, ერთმა შვილმა დაამთავრა. მეორე წავიდა სამუშაოდ, რაღაც გამდიდრდნენ, ძალიან თურმე ერთმა ეს დაეხმარა და წამოდგა, ძალიან გამდიდრდნენ უკვე და რომ მოდიოდნენ ამ სახლში, მამასე, მამა მოხსნათ რა ეს წარწერა. ხო შეიცვალა ყველაფერი. დაანებე შვილო თავი იყვეს, სულ ასე არ იქნება. სიმდიდრეც ისეთი რაღაცა ზოგს გაიტაცებს და შეიძლება ბევრი რაღაცა ცუდი დამართოს. მაგრამ მოდი ყურადღებით იყო ღმერთი გვაფრთხილებს. განა არ მოგცემ. მეშინია რომ გადაშენდები, გეუბნეთ ცუდი დაგემართებ. მინახავს ხალხი ატუზულები დადიან. ფული რო გაუჩნდათ, გაიშალენ წელში უკვე ოჯახიც მოანგრია. შვილებიც იმას და რაღაცა მსახურებაზე რა უნდა მსახურებაზე რომ მოვიდეს ახლა მდიდარი მსახურებაზე დადიოდეს კმშეც კაივინმე ხარ რომ მდიდარი მოვიდეს და ახლა აქ იმსახუროს და თან შესაძირავი დადოს ძალიან ცოტას თუ ყოფნის ის რომ ღმერთი ამპარტაუნებს მე თვითონვე ეწინააღმდეგება და ეშმაკის ხახაში ვარდებიან პირდაპირ უფალი დაგვეხმაროს რომ ჩვენი მილიონები რომელსაც ღმერთი მოგვანდობს უფლის სადიდებლად იყოს გამოყენებული და ჩვენ სულიერად მდიდარი გაიოზივით მატერიალურადაც, ფინანსურადაც და ფიზიკურადაც ძალიან წარმატებულები ვიყოთ. შეგიძლიათ წამოდგეთ ჩემთან ერთად და უფალს ხვდეთ რომ უფალო დაგვეხმარა რომ ვისიამოვნოთ ყველა იმ სიკეთით, რასაც შენ გვაძლევ და გვიგზავნი რომ ჩვენ მიმღებნი ვიყოთ იმ სიკეთეებისა, რაც შენ გინდა რომ ჩვენ ცხოვრებაში ნახო.